ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს მსვლელობა და ახლა ნელ-ნელა ვუახლოვდებით პარლამენტს, როგორც ვიცით, ეს ამ პროტესტს არხავს ორგანიზატორი, შესაბამისად აქ შეკრებილები ნელ-ნელა ეტაპობრივად წყვეტენ, სად გაგრძელდება მათი მსვლელობა. შენ გუშინ მაგალითად მთელი თბილისი შემოიარეს ფაქტობრივად საპროტესტო მსვლელობი და მოუწოდებდნენ ყველას შეერთებოდნენ მათ. გაგესაუბრებით თქვენ უკვე გამარჯობა, მეორე დღეა, რაც დილიდან დაიწყეთ პროტესტი და რა არის თქვენი მთავარი გზავნილი? კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მათ, ვისაც ახლა ძალაუფლება აქვს. გასაგებია. ჩვენ მოვითხოვთ ერთადერთ რაღაცას, რომ ევროპისკენ წავიდეთ სწორი მიმართულები და ეს უსამართლობა დღეს რაც ხდება, რომ აღარ იყოს რა, უკანონო დაჭერები და რავი, ყველას რაღაც განცდა აქვს, რომ თითქოს დაიჭერენ სადღაც მარტო რომ გაიაროს რაღაც. მოვითხოვთ, რომ ევროპაში მშვიდობიანი დემონსტრაცია აბსოლუტურად და გვინდა რომ ეს ჩვენი ხმა გავაგონოთ, ვისაც საჭიროა კი იცით. მადლობა. დღეს სალამი შალვა პაპუაშვილი ამბობდა, რომ ვითარება ჩაწყნარდა ქუჩაში, აღარ არის ისეთი ხალხმრავლობა, თუმცა უკვე მეორე დღეა დილიდან გაქვთ აქციები. რატომ ცდილობს ძალაუფლების მქონე პარტია აჩვენოს ისე, თითქოს ხალხს აღარ აქვს პროტესტი ჩამშვიდა ქუჩებში მდგომარეობა? მე ვფიქრობ, რომ არანაირად არ ჩაწყნარებულა მუხტი. ხალხი ის ყოველ საღამოს გამოდის, ისე ვიკრიბება რუსთაველზე. დღესაც შეხედეთ, ეს მარტო ერთი პროფესიის ხალხის მოწყობილი რამხელა აქცია არის თუნდაც. მთლიანად მღელვარება არის სრულიად ერის საზოგადოების, ვინაიდან შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი, მოხდა არჩევნების გაყალბება და რა ვიცი, ეს მღელვარება რანაირად ჩაცხრებოდა, რანაირად დაიწევდა მუხტი, მე ვერ წარმომიდგენია. ხალხი ისევ ღელავს, აღელვებული არის, აქციები ჩვეულებრივად გრძელდება და რა ვიცი, არანაირი მუხტი არ ჩაწყნარებულა. მადლობა. აქციის მთავარი მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია, ხომ? ითხოვთ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. რატომ არ ისმენს თქვენს ხმას ივანიშვილი და მისი გუნდი? ვერ გეტყვით რატომ არ ისმენს ხმას, თუმცა იმას კი ნამდვილად ვხედავ, რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტნი ვართ. ძალიან კარგი პრეცედენტი დავისახეთ, რომ უკვე ვახერხებთ და კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები გამოვდივართ და ვატარებთ დღის აქციებს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ დავნებდებით, ვიბრძოლებთ ქვეყნის ნათელი და პროდასალური ორიენტაციის ხელშეწყობისთვის და ისინი, ვინც არ ისმენენ ჩვენ ხმას, შეისმენენ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ყოველდღიურად უფრო მეტნი ვიქნებით და უფრო მეტ ადამიანს მოვუხმობთ, ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე იყვნენ ნეიტრალურები, თუმცა უკვე ცხადია, რომ ეს ძალადობრივი გზებით ჩვენი გაჩუმების მცდელობა, იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა თვალი დავხუჭოთ პროგრესის ხელის შეშლაზე, აღარ გაამართლებს და რეალურად ჩვენ ყველა ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ვზრუნავთ ქვეყნის პროგრესზე, ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და პირდაპირ ჩვენი ხელით ვქმნით ქვეყნის უკეთეს მომავალს, ვიდგებით ზუსტად იქ, სადაც საჭიროა. მე-15 დღეა უწყვეტი პროტესტია და მეორე დღეა ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები დილიდან იწყებთ აქციებს, დღის ბოლომდე გრძელდება და საბოლოო ლოკაცია არის პარლამენტი, აი ახლა სადაც მოახლოვდებით. თქვენი მთავარი სათქმელი რა არის? კიდევ ერთხელ რომ გითხრათ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია იმ ხალხის თავისუფლებაზე ყოფნა, ვინც რეჟიმმა დაამწყდია. ასევე ვითხოვთ ვადამდელ თავისუფალ არჩევნებს. ერთპიროვნული მმართველობის პირობებში ამ ქვეყანას კარგი არაფერი არ ელოდება და ეს მინდა რომ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავიაზროთ. მადლობა. თქვენს კითხავთ პირდაპირ ეთერში ვართ. როგორ შეაფასებთ ივანიშვილის გუნდის ქმედებებს, როდესაც ათობით ადამიანი დასახიჩრებულია, დაკავებულია, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ადამიანები, რას ნიშნავს, როცა ასე უსწორდება ადამიანებს, ვინც აპროტესტებთ მიტაცებულ არჩევნებს? გრძელდება ის უპასუხისმგებლობა, რაც 12 წლის მანძილზე იყო ამ ხელისუფლების
ისტორიაში, ასე ვთქვათ, ჯერ პირველ რიგში დავიწყებინა გელათის დამანგრეველი ხელისუფლებამ, რა პასუხი უნდა მოუთხოვოთ საზოგადოებაზე. რასაც აკეთებდნენ აქამდე გელათიდან დაწყებული იმ დაუჯელობის სინდრომით, რომელიც ძალადობით აქამდე მოვიდა ეს ხელისუფლება, ხო, უპასუხისმგებლობა, მეტი არაფერი რა უნდა ვთქვა მე. უპასუხისმგებლოა ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის ხალხის გზავნილი, ასეთი არის სწორედ საზოგადოების გზავნილი, რომლებიც უწყვეტად აპროტესტებენ და ისინი უკვე ფაქტობრივად მოვიდნენ რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული მსვლელობით ახლა პარლამენტთან და უკვე შემდეგ გავიგებთ, სად გააგრძელებენ ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები მსვლელობას.